მაგარია დილით სკვერში ჯდომა და წაში ყურება. მეც მოყვარს დილა. ვეგიდე შენ მიყვარს. ანალიზ პასუხი. მეგონი ცხოვრებაში პირველად ვარ ესეთი შეშინებული. ესე მგონია რომ ჩემი ცხოვრების განაჩენი უნდა წავიკითხო. ერთი წანდები. ყველაფერს იტევს ხო? ეხლა რა იქნება? ყველაფერი ისე როგორც შენამდე. ესეთი ადვილი რა, ყველაფერი. ბავშვისთვის ესაჯობს. არა, გავიგე ანა, მაგრამ ჩვენ ნავქრად. მე მინდა რომ ბავშვი იყოს ჯანმრთელი და ბედნიერი ჩდეს. ანა, ეგ გავიგე, მაგრამ შენ თვითონ რა გინდა, შენ რა გინდა? მაგას აღარანაირი მნიშვნელობა აღარ აქვს. ანუ შეგიძლია მთელი ცხოვრება იცხოვრო კაცთან, რომელიც არ გეყვარება. ხო? რა თქვი? ან ტერეს იცი რას? ჯერ ესეთი საიდან მოიტანე, მეორე ჯერ ეგეთ რაღაც აღარ გაბედო რომ მითხრა, ხე აშემე ხო? არ მაინტერესებს არაფერი. მოვჩი მე შენ თავლაპარაკს. მოიცა, ესე უბრალოდ გაგატარო და მორჩა ყველაფერი. ხო, რო არ გაგატარო. მაინც მორჩე. დე, მაგწას? დე, ჩემო სიცოცხლე, რა ლამაზი ხარ. მართლა? ძალიან. თუ ისე რა. არა, დე, ძალიან გიხდება, მართლა. გინდა გადაგიღე ფოტოს და შენ თვითონ ნახავ. აუჯდება ეს საწყალი, მოდი მოვასწროთ. ეს გადამიღა. დაჯდა. მიდი რა გიხვაწები, ჩემი დამტენი მომიტანე. სად არის? ჩემ ოთახშია, ტუმბოზე ან ჩანთაში. მანდარი დე, კარგად ნახე. რა შეძებს? დამტენს ყავა გინდა? კი, დავლევრა. დედა ყველაფერი გადავქექე და არსად არ არის. კაი დე, მოდი შენ ჯერ ჭამე და მე მოვძებნი მრჩევნი. მამიკო, რა ლამაზი ხარ? მაგწას? ხა, ულამაზი ხარ, ჩემი უსაყვარლესი. აბობა. დე. შენ რა საჩუქრები ჩამოგიტანე, იმ ჩემოდანში ხო არ გინახავს? არ არის. დარწმუნებული ხარ? კი. საწავი. ნუ ისინი იქ ხوار დაგჭა. სად ბერლინში? ო, რავი, ნომერში. არა, ზუსტად მახსოვს რომ მქონდა აეროპორტში შევაერთე დასატყენა. აბა უეჭველი აეროპორტში დაგჭა მაშინ. დავიღუპე. აი, რატო დაიღუპე გამაგებინე? ყოველ ორ ნაბიჯში იყიდება ეგ დამტენი. იდიოტი. აბა ეხა
ჩემ ცოლზე წესიერი დილაპარაკე შენ. მეც აღარ გიზამ. ოდა ეგრე. მოინდომა ჩემ ცოლზე. ნახე ებსიდა. ამის გონა ვაპატიებდი რა. შენ დამტენი რო აღი გაგჭირდება? ჩემზე იცინი? ელენე შენ წაიყვან სკოლაში თუ მე წავიყვანო? მოიცა მანქანა არ ჭირდება? რატო არ გადიხარ არსად? გავდივარ, მაგრამ არ მჭირდება. აი რა დედა რა, სამსახურში რატომ მიდიხარ? თახო შეგვიძლია აიღე უკვე. დე, ხო, მაგრამ წავალ დავხედავ როგორ არიან. ანუ მე რომ იმყავ სკოლაში არ მოგწონს? კი მომწონს, მაგრამ მინდა რომ სახლში დავბრუნდები დედა დამხვდეს. დაგხვდებით. კარგი, სამსახურში დაგიყვანა. არა, ჯერ ანას უნდა შევხვდე. მოდიში. დამიკრა შეჭამ გავიდეთ, ხო? დაგაგიანდეს. აი შეჭამ. დედა რა გინდა? კიდევ კარგი. გუშინ მითხარი გავიღვიძებ დაგირეკავო? დამირეკე? არ დამირეკე. მე გირეკავდი, მიპასუხე, არ მიპასუხე. კიდევ მე რა მინდა? არ ვიცი, არ გამიგია რა. რა თქმა უნდა, ზარი შენ არ გაგიგია, კარად რო ჩამოვიღებ რა ხუმი, არ გაგიგია. რა არ ვიფიქრე? აი ჩემზე რო კარგს არაფერს ფიქრებდი, ეგ ვიცი. იცი რა მაინტერესებს, შენ ეს ვიფიქრებდი? მე საერთოდ არაფერს არ ვიფიქრებდი. ხოჩა. მოხდა რამე? არაფერი. იცი რაზე გეტყობა ხოლმე რო იტყუები? რაზე? ნიკაპზე. რა მოხდა? არაფერიო, ანუ ნახე. მერე? ის ბედნიერია. და? და ბავშვებოდება. ოღონდ ჩემგან არა. ჩა, აქამდე სულ მეგონა რომ ბავშვი არ მინდოდა რა, შულზე არც მიფიქრია და მაგრამ ხდები. დედა. შეიძლება მარტო რომ დამძო. კი, როგორ არა გავალ იქით? არა, იქით არა. არა, გეხოძები, არ ვთხოვ ეხლა რა. არა, ძალიან გთხოვ რა. არ წავალ რა. გეხოძები. რამეს მოგიტან? ხვალ. გთხოვ. ორ საათში რომ მოვიდე? ხვალ გთხოვ რა. წამო. და შენ რო გიყვარს ის რო გაგიკეთა? ხვალ დედა რა. ხვალ გთხოვ, ხვალ. პირდები რო კარგად იქნები. პირდები. მე მაპატიე გიხვეწები, არ მჯერა რომ ესე დავაგვიანე. მე მგონი ცხოვრებაში პირველად და მაინდა-მაინც შენთან. აი, არ გცხონია? თან მობილური დამინჯდა ვის დაგირეკე. მე მგონი მე მაგ დამტანი მოიცამ? ომართლა? კი. აუ არ წავამიღია. კაი და კიდე არ მინდა. რა ლამაზი ხარ იცი? კაი რა, მე კი არა შენ ხარ ლამაზი, ისე მოგიხდა. მითხარი რა შვები როგორ ხარ, როგორ გძნობ თავს? რა ვიცი, რა არაფერი არ გინდა? არ მჯერა რომ შენ ამდენ ტყილს ჭამ. აუ იცი რა არის? თან მინდა ხოლმე, მე რაღაცა ვერ. მე მეც ეგრე ვიყავი, ესე იგი მეგონა რომ ძალიან მშიო და მე ერთ ორ უკმა შევჭამდი და მე ვეღარ. ხო და რა უცნაურია რა? სასწაულია რაც. კაი, სხვა როგორ ხარ? ჯანმრთელობის მხრივ კარგად ვარ, ყოჩაღად რა. ხო და ისე რა გითხრა? გაიგე პასუხი? კი. მე რატო არ მითხარი ტელეფონზე რა გელაპარაკეო? რა დებილი ვარ, როგორ არ კითხე? რატომაც ხან ჩემი დნმ-ის პასუხი რომ ხსომებოდა გერმანიაში. აი რა მაგრამ.
ვინ არის? გამოიცანია. აი, ანა, რა დროს ეგ არის ახლა მითხარ. გიორგი? გიორგი. აი, მე რა ბედნიერია, როგორ. აი, მე რა ბედნიერია, ეს ბავშვი როგორ გაუმართლა. ეგრე გონია. შენ ძალიან კარგად იცი რა მართალი ვარ. იმას უთხარი? კი, დილიქორი. რა? აი, შენ და დედა ჩემი არ დაიჯერებთ, მაგრამ ძალიან ეწყინა მარია. ძალიან. არა, რატო ჯერა ძალიან ბუნებრივიც არის, მაგრამ იმას არ ვცვლის, რომ დეგენერატია. ალბათ. ეკა მომწერა რა ჩამოდივარ. მეც მომწერა. იცი როგორ მიხარია და როგორ მომენატრა, ეგ არანორმალური გოგო. აი ძალიან. ნიკა? ეს არის ნუნუშვილი რო ყვარვარი. როგორ ხარ? როგორ რა ხარ? გინდა აქ? ანა. კობა მითხრა რომ აქ იქნებოდი. აი? არ მითხრა რომ ეს ჩემია. ესე იმდენი ვეძებე, მე გამახსენდა რომ აეროპორტში შევერთე დასაწენად, ვიფიქრე იქ დამრჩათ. აქ შეგვედა. შენ რო არ მყოლოდი, ხო? ძალიან დიდი მადლობა, მე დიდაჯექი. არა, გაურბევ პაციენტები მეუბნები. უღრმესი მადლობა. აი, რა მადლობა, კაცი. რა ხო? კარგად. კარგად. ეს რა იყო ახლა? რა, მარია. რანაირად გიყურებდა? ფლირტი ორსული ქალის თვალწინ. ეს ბუდა უჩათვალე რომ რა ვიცი. ძმა არის ჩემი. შენაც კიდე ისი ფიქრე, და იმის გჯეროდეს. მაგრამ აი ესე არ ფიქრობს, დამიჯერე. ანუ დებს, მეზობლებს, მეგობრებს ესეთი თვალებანთებულები არ უყურებენ. ბუდა. არა, მაინც იცოდა. როგორ ხარ? შენ. ვარა. რა შევა ციხშია? ვინ? ასპერა ვინ? ხო, ციხშია. ფაქტიურად დილიდან ღამემდე აქ ვარ. დიდი შეკვეთა? აუ, შეკვეთები. კარგია მე რაგი. ხო, მაგრამ მაგრად მიტყდება შენ რომ უმუშევარი ხარ რა. რას ვისებთ? ჯოიც ვილაპარაკე. რა? აუ და თავი გაიგიჟა რა. როგორ არა უხსენი, როგორ არ მიუდექი, მაგრამ ყოფას გარეშე ვერ ვიმუშავებთ მეთქი. არ გამოვა პროექტი ჩავარდება თქო. მაგრამ არა. სულ როცა ხილ დავხურო, მაგას მაინც არ მოუშვებ. მართალია რა გინდა? მეც ეგრე მოვიქცევით. რა არის მართალი? აბა ძმაკაცობა რაღა არის? ხო, კარგია რა გინდა? კასპერაძის საჭურაოდ დამიპარე? არა. აბა. ბოდიში მინდა მოგიხადო რა. ხადაო, ხო? რაზე? მე არა გიყოლიე? რაზე ამბო? თამაშზე. მაგრამ რას წარმოვიდგენდი მაგ ხელაფული თუ შევარდებოდი, ჰა? აუ გეხვეწები რა, გაჩერდი რა. ჩემი ბრალია თავიდან ბოლომდე მე ვარ იდიოტი რა. მორჩა ახლა. ბიჭო, აი, ამდენი წელია ვთამაშობ. და შენ ძმობას პიცავა რა თლარზე მეტი მაინც არ წამიგია. მე კარგია რა გინდა. ბავშვი მაგასაც თუ ჩაიხსნები, კაი ბიჭი იქნები. სასაცილო ხა მე რო გეუბნები ამას მანავაც. არა, რატო? მეორეს მხრივ დამეჯერება. აი, რაზე დაგირეკე ხა. მანქანის ყიდვა მინდოდა. ფულს ვაგროვებდი. აი, მოგებიდან 70%-ს გადავდებდი ხოლმე. სულ 3500 ლარი შევაგროვე. და რა მანქანა გინდა? აუ, ჰონდა მინდა, სივიკი. აუ, ეგრეც ვიფიქრე რა. რა? ბიჭო, აი, ეგ ტიპი ხარ რა, რაღაცნაირი ტიპები რო არიან, ხო იცი, აი, სახეზე რო არ ეტყობათ, მაგრამ ცოტა გიჟები რო არიან და